გქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ტელეფონი ერთი კონკრეტული საქმისთვის აიღე, 40 წუთის შემდეგ კი გაანალიზე, რომ სკროლვის მეტი არაფერი გიკეთებია. ბევრი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი სიზარმაცე და სუსტი ნებისყოფაა. თუმცა სიმართლე ის არის, რომ ტელეფონის ინტერფეისი და აპლიკაციები ნეირობიოლოგიურ დონეზეა ინჟინირებული იმისთვის, რომ შენი ყურადღება რაც შეიძლება მარტივად და რაც შეიძლება დიდი ხნით ჩაითრიოს. ამიტომ თუ შენს თავს ეტყვი, აი მე ძალებს მოვიკრებ და ტელეფონის გამოყენებას შევამცირებ, ეს არ იმუშავებს. ასე შეიძლება მაქსიმუმ ერთი კვირა გაქაჩო. შემდეგ კი ისევ ძველ ჩვევებს დაუბრუნდები. მომეცი სულ რაღაც 10-15 წუთი და დამიჯერე ეს ინფორმაცია ძალიან გამოგადგება. ეს ვიდეო არ არის სხვა ისეთი ვიდეოების მსგავსი, რომლებიც მხოლოდ იმას გეუბნევიან, რომ შენ უნდა მიაწვე საკუთარ თავს, შენ ნებისყოფა უნდა გაგაჩნდეს და ყველაფერს შეძლებ. არა, ეს ვიდეო ეგ არ არის. ამ ვიდეოში მე დეტალურად გასწავლი, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდე ამ სისტემას და როგორ უნდა მოაწყო ის შენს სასარგებლოდ. სანამ უშუალოდ მეთოდებზე გადავიდოდეთ, უნდა აგიხსნათ ერთი ფუნდამენტური წესი. ტელეფონის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ნებისყოფის ბრძოლა. ეს არის გარემო პირობებთან ბრძოლა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენი ყოველდღიური საცხოვრებელი გარემო მაინც სმარტფონის აღებისკენ გიბიძგებს, მაშინ შენ სულ რომ პირდაპირ შეასრულო ჩემი მიერ მოცემული მეთოდები, როცა იქნება ნებისყოფა მაინც დაგეღლება და ისევ ძველ ჩვევებს დაუბრუნდები. ამიტომაც ჩვენი მიზანი არ არის საკუთარი თავის იძულება და მენტალურად გაძლიერება. არამედ ამ ვიდეოს მიზანია, რომ დაგეხმარო ისეთი გარემოს შექმნაში და სისტემის ისე მოწყობაში, რომ ტელეფონის არასაჭირო გამოყენება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შემცირდეს. პირველი ნაბიჯი სისტემის შექმნისკენ. შორტსების, rilsების და ყველა ამნაირი ვიდეოს სრული ლიკვიდირება. მე არ გეუბნევი, რომ შენ სოციალური ქსელები უნდა წაშალო. არა, უბრალოდ მე იმას გეუბნევი, რომ უნდა მოახდინო მასში არსებული ყურადღების წურბელის სრული ლიკვიდირება. ახლა კი დეტალურად აგიხსნით, როგორ უნდა მოახდინო მათი ლიკვიდაცია. თუ შენ იყენებ ტელეფონს, მაშინ უნდა გააკეთო ასეთი რაღაც. შეხვალ Play Store-ში, შემდეგ გადახვალ საძიებო სისტემაში და ჩაწერ No Scrolls. აი ასე. შემდეგ ამოაგდებს აი ამ აპლიკაციას. მე ეს აპლიკაცია უკვე გადმოწერილი მაქვს. მაგრამ შევალ მაინც და გაჩვენებთ რა უნდა ქნათ. აი რომ შეხვალთ, ასეთ რაღაცას ამოაგდებს. შემდეგ დააწვევით აი ამას. ახლა კი მოგთხოვთ რომ მიანიჭოთ მას უფლებები. ყველაფერზე დააწექით allows, ანუ დაშვებას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ამ აპლიკაციამ შეძლოს მუშაობა. Grant permission. შემდეგ შეხვალთ installed app-ში. შემდეგ no scroll-ში და on. და ახლა allow, ასე. კი ბატონო. Close. აი აქ კიდევ არის ერთი უფლება მისანიჭებელი. Disable battery optimization allow. ეგ არის. ახლა გამართულად იმუშავებს. ჩამოსკროლავთ და დაინახავთ, რომ არის ბევრი ვარიანტი. შეგიძლია დაბლოკო YouTube-ის შორტსები, Instagram-ის, Facebook-ის, Snapchat-ი, WhatsApp-ი. და ასევე ამ აპლიკაციას აქვს სხვადასხვა პატარ-პატარა ვარიანტები. მაგალითად შეგიძლია დაბლოკო ამ აპლიკაციის, თვითონ ამ აპლიკაციის წაშლა, ანუ ვეღარ წაშლი ამ აპლიკაციას თუ ეს დაბლოკავასე. ასევე შეგიძლია რომ დაბლოკო ვებსაიტებიც. და სხვათა შორის თუ შენ შეიძენ პრემიუმ ვერსიას, შეგეძლება რომ შეუძლებელი გახადო თვითონ ჩამოსკროლვაც. ანუ აპლიკაციაში რო შეხვალ დაგრჩება მხოლოდ და მხოლოდ საძიებო სისტემა, ვეღარ ჩამოსკროლავ რა ფიზიკურად. აი მაგალითად ავიღოთ YouTube. ხო აჩვენებს რომ დაბლოკილია. აბა ვნახოთ როგორ არის დაბლოკილი. შევიდეთ YouTube-ში და ჩავრთოთ რომელიმე ვიდეო. აი, გამოგვაგდო. ეხლა მომენტალურად გვაგდებს. არ გვაძლევს შესვლის საშუალებას. კომპიუტერის შემთხვევაში ხდება ასეთი რამ. საძიებო სისტემაში უნდა ჩაწერო Chrome Web Store. შეხვალ აქ და ამოაგდებს კიდევ ერთ საძიებო სისტემას. აქ კი ჩაწერ News Feed Eradicator. ასე.
და ამოაგდებს აი ამას. დაწაკუნებ და ჩემთან აწერია, ანუ მე უკვე დამატებული მაქვს და ამიტომ აწერია ასე. შენთან ეწერება add extension. დააწვევი მაგას. ჩამოიტვირთება და აი გადავა აი აქ. თუ შენ Google Chrome-ს იყენებ, მაშინ შეიძლება არ იმუშაოს ამ დანამატებმა. მე გირჩევ რომ გადმოწერო Brave-ის ბრაუზერი. აი ეს ბრაუზერი. აი ეს. ამ ბრაუზერში ყველა დანამატის ჩვეულებრივად დაყენება შეგიძლია უპრობლემოდ. ხო და როცა დააყენებ უკვე შეხვალა აქ და ამოაგდებს Newsfeed Eradicator. შეხვალ და სხვადასხვა ვარიანტს მოგცემს. შენ შეგიძლია დაბლოკო Instagram-ის ვიდეოები, YouTube-ის ვიდეოები, Facebook-ი და ასე შემდეგ. თუ შენ ამას გააკეთებ, სოციალური აპლიკაციის გამოყენებისას შენს წინაშე რჩება მხოლოდ და მხოლოდ საძიებო ზოლი, სადაც ჩაწერ ვიდეოს სახელს და უყურებ. ყოველგვარი ყურადღების ჩამთრევი სრულიად გამქრალია. მეორე ნაბიჯი. შეტყობინებების დადუმება, ან უკეთეს შემთხვევაში მთლიანად გამორთვა. შენ შეიძლება ტელეფონის აღება სულაც არ გინდოდეს, მაგრამ თითოეული მოსული შეტყობინება და თითოეული დაწკაპუნება შენს ტვინს ქვეცნობიერულ დონეზე უგზავნის მოსაწვევს. მოდი, მხოლოდ ერთი წამით შემომხედე. პრობლემა ის არის, რომ ეს ერთი წამი უმეტეს შემთხვევებში იქცევა ხოლმე 30 ან 40 გაფლანგულ წუთად. ყოველი დაწკაპუნება, თითოეული ვიბრაციაც კი ტვინში იწვევს ტელეფონის შემოწმების სურვილის რეფლექსს. მე გირჩევ ყველანაირი შეტყობინების სრულად გაუქმებას, ხმოვანი სიგნალების, ვიბრაციის და განათებების ჩათვლით. ანუ შენ შეტყობინებებს უნდა გაუთიშო ხმა და ვიბრაცია. დატოვე მხოლოდ ის, რაც რეალურად აუცილებელია. მაგალითად პირდაპირ სატელეფონო ზარები. თუ შენ ვინმეს სასწრაფოდ ჭირდები, ის დაგირეკავს. შენ უნდა წყვეტდე, როდის შეხვალ აპლიკაციაში და არა აპლიკაცია, როდის შემოვიდეს შენს გონებაში. მესამე ნაბიჯი. მიმზიდველობის წართმევა. ტელეფონის ბლოკის მოხსნის პირველივე წამიდან შენ გვხვდება ფერადი და კაშკაშა აპლიკაციები, რომლებიც იმდენად მიმზიდველი და იმდენად თვალის მომჭრელია, რომ შენ დაუყოვნებლივ გაცდუნებს. საქმე ის არის, რომ ჩვენი თვალი ბიოლოგიურად რეაგირებს მაღალ კონტრასტზე და ასეთ მიმზიდველ ფერებზე. ამიტომაც მე შენ ახლა გასწავლი იმას, თუ როგორ უნდა დაუკარგო ტელეფონის დიზაინსა და აპლიკაციებს ეს სიკაშკაშე ფერები და მიმზიდველობა. ტელეფონის შემთხვევაში შენ უნდა შეხვიდე ისევ Play Store-ში, გადადი საძიებო სისტემაში და ჩაწერე Minimalist Phone. აი ასე. აი ამოაგდებს ამ აპლიკაციას. მეს უკვე გადმოწერილი მაქვს, მაგრამ შევალ რათა გაჩვენოთ. დაელოდეთ და ყველაფერზე allow-ს დააწექით, ანუ ნებართვის მიცემა. Start, next. ესენი არ გვინდა. აი ამ ეკრანზე როდესაც მოხვდებით, დააწექით ამას. და შემდეგ გადაიყვანეთ Minimalist Phone-ზე. აჰა, და თქვენი ტელეფონის მთავარი ეკრანი გახდება აი ასეთი. და შეხედეთ. ყველანაირი აპლიკაცია არის შავ-თეთრში ლოგოს გარეშე. ჩვენ გაქვთ მოცემული საძიებო სისტემა, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ უბრალოდ აპლიკაციის სახელი და ასე გამოიყენებთ მას მიზანმიმართულად. კომპიუტერის შემთხვევაში კი ხდება ასეთი რამ. თქვენ ხედავთ ბრაუზერის ტიპიურ main page-ს, რაც არასწორია. main page-ი ასეთი არ უნდა იყოს. აქ არის ძალიან ბევრი ჩამთრევი და ყურადღების გამფანტავი ფაქტორი. შემოსვლისთანავე შენს ყურადღებას მიიქცევს ესეთი პატარა ვიდეოები, რომლებიც აუცილებლად ჩაგითრევს. ამიტომაც ეს რომ გამოვასწოროთ, შენ უნდა ამოშალო ამ main page-დან აი ესეთი რაღაცეები. ანუ შეხვალა აქ და პირველ რიგში feed-ი გააუქმე, შემდეგ widget-ები, შემდგომ background-ი შეცვალე. ანუ ჩვენი მიზანია რომ გავხადოთ რაც შეიძლება სადა და მინიმალისტური. აი შემდეგ ესენი წაშალე. ასე. ყველა რა. ხო და შენ დაგრჩება მხოლოდ და მხოლოდ საძიებო პანელი, რომელსაც გამოიყენებ მიზანმიმართულად. ნუ ეს პარამეტრები სხვადასხვა ბრაუზერის შემთხვევაში განსხვავებულად არის. ზოგის პარამეტრები ამ სამ წერტილში უნდა ეძებოს, ზოგს აგერვე აქ. თუ რომელიმე ნაწილში გაიჭედებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა დამხმარე ვიდეო გაკვეთილები. აი ამას თუ გააკეთებ, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ იქნები. ეს შავ-თეთრი დიზაინი შენ აღარ გაცდუნებს და შენს ყურადღებას აღარ მიიპყრობს. მეოთხე ნაბიჯი. თვალს მოშორებული, გონებასაც მოშორებული. არსებობს ერთი ფსიქოლოგიური ფუნდამენტური პრინციპი. რასაც ფიზიკურად ვხედავთ, იმაზე
ბევრად უფრო მეტს ვფიქრობთ და ბევრად უფრო რეაგირებთ. როდესაც ტელეფონი ან ლეპტოპი არ აქვს მნიშვნელობა რაც არის, მთელი დღე შენ სამუშაო მაგიდაზე დევს და შენს თვალთა ხედვის არეში იმყოფება, შენი ტვინი იძულებულია ენერგია დახარჯოს იმაზე, რომ ტელეფონის აღების იმპულსი მუდმივად დაბლოკოს. ადრე თუ გვიან ეს ნებისყოფა იწურება. გამოსავალი ფიზიკური წინააღმდეგობის გაზრდაა. დადე ტელეფონი მეზობელ ოთახში, ან შეინახე სადმე მოფარებულ ადგილში, სადაც შენი თვალისთვის მიუწვდომელია. როდესაც ტელეფონის ასაღებად მცირე დრო, მცირე ძალისხმევა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ხდება საჭირო, ეს მცირე ძალისხმევისა და დროის ბარიერი აიძულებს შენს რაციონალურ გონებას გაიღვიძოს და ეს ავტომატური იმპულსური ქცევა შეაჩეროს. სად, როდესაც ტელეფონის ასაღებად ერთხელის გაწვდენაა საჭირო და სად, როდესაც მის ასაღებად სხვა ოთახში გასვლა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გიძევს. აი ეს 4 შორცების ლიკვიდირება, შეტყობინებების დადუმება, მიმზიდველობის წართმევა და ფიზიკური ბარიერის გაზრდა არის 4 ძირითადი მეთოდი, რომლითაც ტელეფონის შენს თავზე გავლენას ამცირებ. ახლა კი მე დავამატებ მნიშვნელოვან რჩევებს და მოგცემ მნიშვნელოვან მითითებებს. შენ ეს 4-ვე მეთოდი ძალიან კარგადაც რომ შეასრულო, შეიძლება ერთი ფაქტორის გამო არაფერი გამოგივიდეს. ახლა კი გეტყვი რა არის ეს ფაქტორი. საქმე ის არის რომ ტვინი ვერ იტანს მოწყენილობას და სიცარიელეს. ანუ შენ როდესაც შენს თავს წაართმევ შენი სიამოვნების მთავარ წყაროს, ანუ ტელეფონსა და მოწყობილობებს და ამის სანაცვლოდ შენს ტვინს არ მისცემ ალტერნატიულ საინტერესო აქტივობებს, მაშინ შენი ნერვული სისტემა მუდმივ კრიზისში იქნება. შედეგად კი შენ შეიძლება ნებისყოფის ხარჯზე გაძლო რამდენიმე დღე, მაქსიმუმ 1 კვირა. თუმცა ძველი ჩვევები ორმაგი ძალით დაბრუნდება და შენ ჩაფლავდები. ამიტომ, როდესაც ტელეფონის ჩვევას თავიდან მოიშორებ, შენს თავს აუცილებლად უნდა მისცე ალტერნატიული სასიამოვნო აქტივობა. თორე სხვაგვარად შეუძლებელია. ეს ელემენტარული ადამიანის ბიოლოგიაა. ადამიანს არ შეუძლია მოწყენილობაში ყოფნა. მისი ტვინი მუდმივად სიამოვნების მიღებისკენ ისწრაფვის. ამიტომაც შენს თავს უნდა მისცე ჯანსაღი სიამოვნების წყარო. ეს შეიძლება იყოს ფილმების ყურება, ხატვა, მუსიკის მოსმენა, ჯანსაღი ვიდეო თამაშების თამაში, კითხვა და ასე შემდეგ. და რავი, კიდე სპორტული აქტივობა, ცურვა, ვარჯიში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ვარიანტია. ვიდეო თამაშები იმიტომ ვახსენე, რომ ზოგიერთი ვიდეო თამაში ძალიან სარგებლიანია ჩვენთვის. მათ ტვინისთვის მოაქვთ რეალური სარგებელი და ყველა თამაში არ იგულისხმება. ამ შემთხვევაში იგულისხმება 3D და დასამიზნებელი თამაშები. თუ დაგაინტერესდებათ ეს, კომენტარებში დამიწერეთ და ჩაგიწერთ ამის შესახებ ვიდეოს. და როგორ უნდა გავარჩიოთ, რომელი აქტივობა არის ჯანსაღი და რომელი არაჯანსაღი. ამისთვის არსებობს ასეთი წესი. აქტივობები, რომლებიც არ არის დამოკიდებულების გამომწვევი და რომლებიც არ იძლევიან ზეძლიერ დოფამინის სტიმულებს, ისინი არის ჯანსაღი. ანუ ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი ტვინისთვის არ არის საზიანო. ხოლო ისეთი აქტივობები, როგორებიცაა სკროლვა, ვიდეო თამაშების ხანგრძლივად თამაში, ჯანკ-ფუდის დიდი რაოდენობით ხანგრძლივად მირთმევა, პორნოგრაფიის ხანგრძლივი გამოყენება. აი ეს აქტივობები არარეალურად ძლიერ სტიმულებს იძლევიან და რა თქმა უნდა დამოკიდებულებას აყალიბებენ. ესენი არიან წმინდა წყლის არაჯანსაღი აქტივობები. ახლა კი განვიხილოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შენ წიგნის კითხვა, პროდუქტიულობა, ჩანაწერების გაკეთება, ძალიან მოსაწყენი, მომაბეზრებელი და დამღლელი გეჩვენება. ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ხარ. უბრალოდ შენი ტვინი მიჩვეული არის ასეთი ძლიერი სტიმულების მიღებას. და ეს ჯანსაღი აქტივობები ძლიერ სასიამოვნო აქტივობების ფონზე მოსაწყენი ჩანს. შენი დოფამინის რეცეპტორები, მარტივად რომ ვთქვათ, შებრაწულია. ანუ ძლიერ სასიამოვნო აქტივობები იწვევენ ამ დოფამინის რეცეპტორების გადაღლას და გადაჯიშებას. და შენ ერთი და იმავე სიამოვნების მისაღებად უფრო და უფრო მეტი სტიმული გჭირდება. და როგორც კი შენს თავს დაასვენებ ამ ძლიერი სტიმულებისგან, ეს ნერვული რეცეპტორები დაიწყებენ აღდგენას და დაუბრუნდებიან თავიანთ ნორმალურ ფორმას. ისინი გახდებიან უფრო მგრძნობიარეები და მათთვის ნაკლებად სასიამოვნო აქტივობები, კითხვა, ვარჯიში, პროდუქტიულობა გახდება უფრო სასიამოვნო და უფრო სახალისო. ახლა კი მე შენ მოგცემ რჩევას, თუ როგორ შეგიძლია გახადო ტელეფონთან ბრძოლის პროცესი უფრო სასიამოვნო და ეფექტური.
როგორ შეგიძლია მისცეს შენს თავს მოტივაცია ამ პროცესში? შექმენი აღრიცხვის ცხრილი. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ თვალსაჩინო პროგრესის დანახვა გვეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში. შენ შეგიძლია დახაზო აი ასეთი ცხრილი. ჩაწერე ამ უჯრედში კვირის დღეები და რიცხვი. აი ასე. შემდეგ კი ამ უჯრედში ჩაწერე აი ასეთი რაღაცეები. არანაირი შორტსები და rilsები და TikTok-ი, შეტყობინებების გათიშვა, დროის ლიმიტის დაცვა, ტელეფონის მხედველობის არედან მოცილება, ტელეფონის ჯანსაღი აქტივობით ჩანაცვლება, არანაირი ეკრანი ძილის წინ. და თითოეული შესრულებული დავალების შემთხვევაში დავსვი ტიტკა შესაბამის ადგილას. ამ შეასრულებ აქ დასვი. ასე. მეგ ასე. და ეს შეგინარჩუნებს მოტივაციას. ასევე შენ შეგიძლია დახაზო აი ასეთი ისარი. ეს იქნება პროგრესის საზომი ერთეული. შენ ამას 10 ნაწილად დაყოფ, ასე, დაახლოებით და ამ ისარს დაამატებ 10%-ს თითოეული წარმატებულად გადალახული კვირის შემთხვევაში. ანუ სულ რო გაავსო ეს ისარი დაგჭირდება 10 წარმატებულად გადალახული კვირა. ეს კი სრულიად საკმარისია ცუდი ჩვევის მოსაშორებლად. აი დავუშვათ გადალახე ერთი კვირა წარმატებით. ამას გააფერადებ ასე და დაამატებ აი ასეთ რაღაცას. ეს არის თვალსაჩინოებისთვის და პროგრესის თვალსაჩინო დასანახად. როდესაც შენ ამ აღნიშნებს გააკეთებ და დღის ბოლოს შეხედავ შენი პროგრესისა და დისციპლინის დოკუმენტს, შენში ჩაირთვება იდენტობის შენარჩუნების მექანიზმი. დაგეუფლება კომფორტი და ამ ჯაჭვის, ამ დისციპლინის გაწყვეტა უბრალოდ აღარ მოგინდება. დღევანდელი ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. ჩემი ამ ვიდეოს მთავარი მესიჯი ის არის, რომ შენ მხოლოდ და მხოლოდ ნებისყოფაზე მინდობით ვერანაირად ვერ შეძლებ ტელეფონის პრობლემის გადაწყვეტას. შენ კი არა, დედამიწის ზურგზე კაციშვილი ვერ შეძლებს მას. არ არსებობს მასეთი ადამიანი უბრალოდ. როგორც უკვე ვახსენე, უნდა შექმნა სისტემა. რახან ამ ვიდეოს აქამდე უყურე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოწადინებული ხარ, რომ დაამარცხოს ტელეფონის პრობლემა და მე მიხარია. მოდი, ერთად ვებრძოლოთ ამ საუკუნის უსაზღრეს, უსაძაგლეს, გულისამრევ კაცობრიობაზე საყოველთაო კონტროლის, კაცობრიობის გამოშტერებისთვის შექმნილი ამ სისტემის ამ ატრიბუტებს ერთად ვებრძოლოთ. საბედნიეროდ ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მასიურ კონტროლს ჯერ კიდევ არ დამორჩილებულან და მის წინააღმდეგ იბრძვიან და მე ეს ძალიან მახარებს. კიდევ ბევრი რამე შეიძლებოდა რომ მე თქვა, ბევრი რჩევა და რაღაც კიდე სხვადასხვა ფსიქოლოგიური ფაქტორიც იყო, თუმცა აღარ ვთქვი რომ ეს ვიდეო ძალიან არ გაწელილი იყო. დამანახეთ მხარდაჭერა და მე ჩაგიწერთ ამ ვიდეოებსაც. ჩემი თხოვნა იქნება რომ გამოიწერო ეს არხი და გადააზიარო ეს ვიდეო. ასე დაეხმარები ამ არხს განვითარებაში და ეს არხი ცნობილი გახდება უფრო მეტი ადამიანისთვის. ახლა კი დროებით და გისურვებ თვით განვითარებას.